როგორ შეაფასებდით 19 აპრილის გუშინდელ აქციას, რამდენად შეესაბამებოდა ის არსებულ მოლოდინებს და რა შეიცვალა ამ აქციის მიერ თქვენი აზრით? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოგატიშებისათვის. გუშინ ნახლა მნიშვნელოვანი დღე იყო. ეს გამოიხატა როგორც ხალხის რაოდენობრივი მაჩვენებლით, ასევე განწყობით, რომელიც რეალურად როგორც ჩანს საზოგადოებაში არსებობს. პრაქტიკულად საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ სახელმწიფოებრივ მოძრაობას და ის ონური ფსიქოლოგია რა ფსიქოლოგიასაც გვთავაზობს დღევანდელი ხელისუფლება, რომ დაფრი რომ მოგერევა ბაბაია უნდა დაუძახო, ეს ფსიქოლოგია საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ამაზე თქვა უარი საზოგადოება. მათ არ უნდათ პრორუსული ხაზი და ეს პრორუსული ხაზი რომ რეალურად არსებობს, ამის ბევრი დამამტკიცებელი ფაქტორი არსებობს. მაგალითად პირველი ის რომ მათ უნდათ ომის საკითხების გამოკვლევა, ან ვინ დაიწყო ომი და უფრო მეტიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს საომარი მოქმედებები დაიწყო მანამდე, სანამ იქ შემოვიდოდა რუსული ჯარი და ეს წინააღმდეგობაში მოდის თვით პუტინის განცხადებასთან და მედვედევის განცხადებასთან, ლავროვის განცხადებასთან. ანუ მოსკოვის ოფიციალური პირები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო სწორ შეფასებას აძლევს საქართველოს საომარი მოქმედებების განვითარებას, ვიდრე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მისი პრემიერ-მინისტრის სახით. კონკრეტულად საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება თქვენ იცით, რა განაცხადა პრეზიდენტმა რუსეთის ეს იყო შემდეგი, მან თქვა, რომ მათ ჰქონდათ გეგმა საქართველოში შემოჭრის 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამის გარდა მედვედევმა გააკეთა განცხადება მაშინდელმა პრეზიდენტმა და ეხლამედელმა პრემიერ-მინისტრმა, რომ მათ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრით შეაჩერეს ნატოს გაფართოება და ის მოთხოვნები, რომელიც ლავროვს აქვს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს გულისხმობს ცვლილებებს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის მეორე მაჩვენებელი, რომ მათ უნდა შეასრულონ რუსეთის დავალება და გუშინ საერთოდ გაუგებარი რამ ხდებოდა ენგურის სანაპიროსთან იდგნენ ოცნების წარმომადგენლები და ისინი ამბობდნენ, რომ აი ამ საზღვრის გადალახვის დროს არ დაჯარიმდებიან ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. ჯერ ერთი საზღვარი არ გადის ენგურზე, საზღვარი გადის ფსოუზე და როგზე, მათ კარგად უნდა იცოდნენ ეს, თუმცა მათთვის შეიძლება მართლა საზღვარი გადის ენგურზე. ამასთან ერთად ისინი თუ უცოდინარობის გამო საუბრობენ ადმინისტრაციულ საზღვარზე, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის გამო არ ისჯება არც ოსი და არც ქართველი და არც აფხაზი, იმიტომ რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. თუ არ არის ის საქართველოს მოქალაქე და არ ღვევს ამას ოკუპირებული ტერიტორიიდან, ცხადია, ის უნდა დაისაჯოს ისევე, როგორც ისჯება სხვა საზღვრის დარღვევის დროს, ანუ სხვა ტერიტორიიდან შემოსვლის შემთხვევაში. და თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, მის ეთნიკურ წარმომავლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მეტიც, მაშინ ასეთ შემთხვევაში, თუ გონიათ, რომ ეს კანონი ამისთვისაა შემოღებული და ამ უცოდინარობას ამბობენ, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ რატომ უნდა დავაჯარიმოთ ჩვენი ოსი და აფხაზი მეგობრები, როგორც თვითონ ამბობენ, დაუშვათ 400 ლარიანი ჯარიმით. და რა, ისინიც არ უნდა დაჯარიმდნენ, ეს არის ადმინისტრაციული საზღვარი. ეს მეორე მომენტი, ანუ ერთი ოკუპირებული ტერიტორიები, მეორე საომარი მოქმედება, მესამე უფრო შორს წავიდა დღევანდელი ხელისუფლება, მათ მოინდომეს რკინიგზის აღდგენა მოსკოვი ერევნის, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ რუსეთს მეტი კარტ-ბლანში მისცენ, ვიდრე საქართველოა და ეს ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში ერევანსა და ბაქოს შორის ეს იქნება საქართველოს სამხედრო პლაცდარმი და ეს არის უფრო უარესი. ამის გარდა რაც ხდება ეხლა მასმედიაში გააქტიურებულ საკითხს გულისხმობ ლაფანყურთან დაკავშირებით, ანუ ჩრდილო კავკასიური მომენტის ამოქმედებაც უნდა, ანუ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გააჩნდა ეროვნულ სახელმწიფოებრივი, ეს ნიშნავს სახელმწიფოს ფეხზე დაყენებას, ეს ნიშნავს კავკასიელებთან ურთიერთობას, ეს ნიშნავს ჩვენ მეზობლებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ურთიერთობას, მთელი ეს სქემა ირღვევა. ამიტომ ითქვა გუშინ, რომ ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოძრაობა და ამ თვალსაზრისით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკვე შიდა პოლიტიკაში სერიოზული პრობლემებია. ეს პრობლემები გამოიხატება კრიმინალის ზრდით,
ეს პრობლემები გამოიხატება უკვე კორუფციული სქემების დაწყობით სხვადასხვა სამსახურებში. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და ეკონომიკა არის პრაქტიკულად სტაგნაციის პერიოდში. ამ ხელისუფლებამ ვერ გამოხატა რა ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, გარდა რაღაც სოციალური პროექტებისა, რომლის აღსრულება უბრალოდ გამორიცხულია, რომ შედგეს, იმიტომ რომ ამას სჭირდება უზარმაზარი თანხები და ეს თანხები პრაქტიკულად არ არსებობს და იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ დაუტოვებთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია და გაიზარდა ამასთან ერთად უმუშევრობა, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც იყო დაწყებული ჰესებთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ეს სტრუქტურები ყველაფერი შეჩერებულია, ამიტომ იანვრის-დეკემბრისთვის ბიუჯეტში იქნება სერიოზული პრობლემები, აი ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ გაჩნდა საზოგადოებრივი მოთხოვნა, და ეს არ იყო მარტო პარტიული შეკრება, ეს იყო ახალი მოძრაობის პრაქტიკულად დაფუძნება და ამ ახალ მოძრაობას აქვს სწორედ ეს კრიტერიუმები. მან უნდა აღმოფხრას მისი საგარეო პოლიტიკა და არ მისცეს დღევანდელ ხელისუფლებას გაატაროს რუსეთის პოლიტიკა და საბოლოოდ უარი თქვას იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკა, რაც მე ჩამოვთვალე, რკინიგზასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ომის საკითხთან დაკავშირებით, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ თვალსაზრისით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს დღევანდელ ხელისუფლებას, პირიქით ის ასრულებს რუსეთის დავალებას. მეორე მომენტი, რაც გითხარით, ეკონომიკაში და შიდა პოლიტიკაში კორუფციისა და კრიმინალის თვალსაზრისით არის სერიოზული პრობლემები და ვერც ერთი სახელმწიფო რა ტიპისაც არ უნდა იყოს, დაუშვათ სოციალური ორიენტაციის, ეს იქნება დანია, შვედეთი თუ ნორვეგია, თავის პოლიტიკას ვერ ატარებს იმ შემთხვევაში, თუ არის სახელმწიფოში კორუფცია და კრიმინალი და თქვენ გახსოვთ, ყველა მონაცემით საქართველოს საერთაშორისო მონაცემებით კრიმინალი და კორუფციის თვალსაზრისით, დამარცხების თვალსაზრისით იყო პირველ ადგილზე და ეკონომიკაში აი სტაგნაციის პერიოდი რეალურად გამოიხატა და ამ საზოგადოებას გაუჩნდა შიშის გრძნობები, რომ რეალურად ბრუნდებით ისევ იქ, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ. ეს იყო მენტალური საბჭოთა კავშირი, ეს იყო ტოტალური კორუფცია, ეს იყო კრიმინალების მიერ მართული ქვეყანა და ეს იყო უარი პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობას. სწორედ ამიტომ დაიწყო ის, რაც დაიწყო 19 აპრილს და ამ 19 აპრილს პრაქტიკულად ჩვენმა მოსახლეობამ უარი თქვა მონურ მენტალიტეტზე. მას არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში და არ უნდა რომ დათვს ეძახოს ბაბაია, უბრალოდ დათვთან დამარცხებას საქართველოს მოსახლეობა არ აპირებს. მას ჰქონდა მკვეთრი პროგრამა საერთაშორისო ინსტიტუტების, ევროკავშირის, საერთაშორისო სასამართლოების მიმართულებით და ამის ხელახალ რეანიმაციას მოითხოვს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში იქით უჩიოდეთ აქ ჩადენილი დანაშაულის გამო და ეს არის საერთაშორისო სამართალი, ასე ისჯებოდა სხვადასხვა სახელმწიფოები, რომლებიც ჩადიოდნენ იგივე ტიპის დანაშაულს, რომელიც ჩადენილი იქნა ჩვენთან. ეს არის ეთნოწმენდა, ეს არის გენოციდი და ასეთ შემთხვევაში სხვერპლის, ანუ საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც მოხდა საქართველოში, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი და საერთაშორისო სამართლით ეს არც ერთ ნორმაში არ ჯდება და სწორედ ამიტომ დაიწყო ის, რაც დაიწყო, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი და ამის დასასრული იქნება ის, რომ ამდაგვარი რამ საქართველოში გულისხმობ პრორუსულ ხალხს, გულისხმობ კრიმინალს, გულისხმობ კორუფციას, ეკონომიკურ სტაგნაციას საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს. ეს იყო ის თქმით. მარტო ეს იყო ბანდაუშტი გევაროსი კონტექსტში უბრალოდ ოპერებულ ტერიტორიასთან დაკავშირებული პოზიცია ეკონომიკა კონკრეტულად თუ სხვა რამეც იყო ზოგიერთ საუბრობს რომ და მომხდარიყო მერაბიშვილის ინაუგურაციაზე ვისაუბრობს რომ დასავლეთ სანახეს ამძალით არის ოპოზიციური ძალა ეს ნაციონალური მოძრაობა ეს აქცია არა ძირითადად ყოველთვის არა ყოველ შემთხვევაში ეს უკავშირდება იმ პრობლემებს, რომელიც მე ჩამოვთვალე და ამიტომ ჩატარდა, იმიტომ რომ აქციის სლოგანი იყო ჩვენი ევროპული ორიენტაცია და თქვენ თქვით, რომ ეს არის ზეპარტიული შეკრება და სწორედ ასე იყო და ამ საზოგადოებამ უარი უთხრა დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულ კურსს. რო ეს პრორუსული კურსია, სხვადასხვა არგუმენტებით მე უკვე ჩამოვთვალე, უბრალოდ აღარ შეუდგები
ამას ხელახლა არ გავიმეორებ, ეს არის ის მომენტები კანონი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის ომის საკითხი, ეს არის მხარეთცნობა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების, ეს არის რკინიგზის თემა, ეს არის მიდგომა ჩრდილო კავკასიელებთან და ასე შემდეგ. აი, ეს არის სწორედ პრორუსული ხაზი. გარდა ამისა, ეს მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ის აწყობილი სისტემა, რომელიც არსებობდა კრიმინალთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით, ანუ ის, რასაც თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფო ჩვენს ხელში ეფუძნებოდა, ეს პრაქტიკულად იშლება და წინააღმდეგობა იყო სწორედ ამ მიმართულებითაც და ის რომ უმუშევრობა და ბევრი პროექტები, რომელიც უკვე პრაქტიკულად განხორციელების ფაზაში იყო, შეჩერდა. აი ეს იყო მიზეზები, რის გამოც საქართველოს ოპოზიციურმა ფრთამ, რაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა ეს პროცესები დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით კონტროლს გაუწევთ მთავრობას როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობის მოქმედების წესის დროს. ბატონო, ეროვნული მოძრაობა შექმნით გუშინ, ანუ არის თუ არა ეს რეალურად ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი? ანუ არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვეყოს? პოლიტიკური ძალის ფუნქცია სწორედ ის არის, მას სწორად განჭვრიტოს ის პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს. მაშინ ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებისთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს და შეიძლება ამ თვალსაზრისით გქონდა გადამეტებებიც, იმიტომ რომ ვინც აკეთებს იმას ყოველთვის ეშლება. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ აი ეს სახელმწიფოებრიობა, რომელიც ამ 9 წლის განმავლობაში იქმნებოდა, ეს სახელმწიფოებრიობა ინგრევა და სწორედ ამიტომ ვამბობ დღევანდელ დღეს, რომ ჩვენ გვჭირდება სწორედ კურსის შენარჩუნება, სწორედ კრიმინალთან, კორუფციასთან ხელახალი ბრძოლა, სწორედ ეკონომიკური აღორძინება და არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც მაგალითად 2008 წლის შემდეგ იგივე ტემპით დაიწყებდა განვითარებას, როგორც საქართველო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ომი გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი არსებობდა, საქართველო არა მარტო რეგიონალური მასშტაბით, არამედ მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზულად ვითარდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენ ისიერად გაგვიჩნდა 172,000 დევნილი და იყო საზოგადოებრივი მობილიზაცია. რაღაც მომენტები ხელიდან იქნა გაშვებული, ალბათ კომუნიკაცია ისეთი, რომელიც უნდა ყოფილიყო მოსახლეობას შორის, ვერ შედგა სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, დღეს ეს შეცდომები უნდა იქნეს გათვალისწინებული და ჩვენ კიდე მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ საქართველოს ევროპული ორიენტაცია. ეს ნიშნავს მოდერნიზებულ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ აქციაზე. და არის თუ არა შესაძლებელი, რომ ახალი წევრები შემოვიდნენ საქართველოში? ესე იგი, ეს კარი ღია, ყველა ადამიანმა, ვინც ფიქრობს ამ მიმართულებით, უნდა დაიწყოს მოქმედება და მისი ადგილი ნაციონალურ მოძრაობაში აუცილებლად